ვიტყვი სიმართლეს, ხოლო სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა. და კარგია. ძალიან მძიმე კითხვებს მისვენ, ეგრე არ დამიჟდა. ფოკუსნიკოვდით. მთელი ჩემი ცხოვრება არის შვილების გამო კარიერაზე, სიცოცხლეზე უკან. და მე გამართლებულია? რატომ? ამათ შემდგომ გამოიწვია. არა, დაწუნებული ვიყავი და ჩემი შვილი არ იკადრებდა იმას, რომ სხვებზე პრივილეგიები რას ნანობ როგორც მამა? არასოდეს ეგეთი კითხვა არ დაუშვა. მე იმის ეს მეშინოდა იქ რომ უძლური ვიქნებოდი და შეიძლება საშინელებაა კაცის. ჩემს გამო გიტირია? ყველა უნდა გიყვარდეს ყველა. არ ვიცი, არ ვიცი, ნუ მკითხა მაგას. ირო გიქხაი, ვიტყვი სიმართლეს, ხოლო სიმართლეს და არაფერს სიმართლის. ვიტყვი სიმართლეს, ხოლო სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა. და კარგია. ბიბლიაზე უნდა დავდო მაშინ. ბიბლია არა ვახტა ისე და ის გულით დაიფიცე. გულით რა? ბავშვობაში მარტივი ხოლმე. ალბათ. რა იქ ყველაზე ხშირად რა მოგიწევს? ან რატომ აკურო? არა, ყველა ხშირად ახლა ბავშვებმა ყურებია. დედა ცხარე მოვადა, ცხარე მოვადა ამ დროს ერთ საათში მოვავთხა. ეს უარ შეჭამო არ შეიძლება ცუდად გახდები მგელი შეჭამს თქვა. მაჭროდი საქმეებს? რა თქმა უნდა. რეალია, სოციალ. რატომ უნდა გახსოვდეს ახლა წლენახევრის და რომ საჭმელს გახდა? რადგან საერთოდ მე როგორ ვიყავ? ნო საოცარი. მაგარი გახდა. აი მაინც, აი რა, ყველაზე მეტად რა. აი ლადო დაიბადა. მითხეს რომ ლადო დაიბადა. სხვადასხვა დაიბადა. გამოვიდა ლექიმი ცენტრალურ ნერვულ სისტემა აქვს დარღვეული. ვედერედა შენი ჩავიქნიეთ ხელი ყველაფერზე, დედაშენმა. 5 დღე არ გიშურდნენ დედასთან. და მოსწრო არ ქონია ფლანდარგულ, თუმცა არც უმაგისოა, ხო? არც უმაგისოა. მე რამდენ ხანს ქიიფობდი გადავიდი? აი ორი დღე მაგრაფი. და ორი დღე არ პრინციპი თუ 5 დღე არ გამომიშვეს, მაინც ვერ ნახავდი და მაგითო? არა, ჯერ ბოსი დაიბადა. ხაშოში რემონტი იყო და ბოსი დაიბადა. ხაშოში ეგეთ სიმბოლურია, რომ შენი ექიმი სურამელი იყო ვარ. ვა, მართლა ეგარო, ეგ ამავია. სურამელის შესანიშნავი პიროვნება იყო. კარგი პიროვნება იყო. რა მაგალ 90-იანებში, აი სუფიცო ხოლმე მე რომ ყოფილიყავი მამა 90-იანებში, როგორ უნდა მეჩნა უნდა. რა შეკეთებდი 90-იანში ყველა სიტყვიდა. ფოკუსნიკოვდით. ყველაზე კაი ფოკუსი რა იყო. არასაფრთხოებია საქართველოს. და ეს პირველი არასაფრთხოებია. შეგვიძლია ჩვენ. დაგოფინანსა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ძალიან დაგვიწევდა. ხეფასთან ვიხდი, მაგრამ კარგი პროექტია ძალიან. ხო. და ასე თუ ისე ის ძალიან დაგვეხმარა, რომ თავი დაგვეტყვა. ანუ შეიძლება ითქვას ამერიკის განვითარების სააგენტო გადამარჩინა 90-იანებში. არც უმაგისოა. ფიზიოლოგია. სულ აინტერესებს ცი. აი შესანიშნავი ვიდეო, რომელიც ძალიან მაგარი გადაცემა ხდება. შეშანსა ვიდეოებში მე როცა მონაწილეობდი აკეთებდი ხოლმე ასეთ რაღაცას. იქოლ დაწერდი, დადებდი რადიდაზე, იძინებდი. და მე მივიდა. რატომ ცდი? და აი რატო იყავ დარწმუნებული რომ მე იმკითხოს 100%-იან დარწმუნებული ვიყავ ის. და დღემდე ჯერა რო არ მინახავს. დღემდე ჯერა რო არ მინახავს. აი რატო რა ნახე ჩემში ეგეთი არ ვიცი, ჩემი შვილი არ იკადრებდა. რატო ვაგებ, იცი მეც მინდა რომ ვიყო მედიცინაში ისეთი ეგეთი კაცი. არა, დარწმუნებული ვიყავი და ჩემი შვილი არ იკადრებდა იმას, რომ სხვებზე პრივილეგიები იყო. ანუ შენი არმინიდან გამომდინარე იყავი ჩემს დარწმუნებული. რა თქმა უნდა. საერთოდ იმ თამაში ბავშვები როცა თამაშობდნენ, სულ ხოდა ბოლომდე ხონდა ეს რაღაცა ის. ხო, მეც და სოფომეც. ხო, ერთად არ მოგვიწია მე და სოფოს თამაში, მაგრამ მაინც. კი. მაგრამ არც ერთხელ არც მოგვიწია. ფინალში ვიყავით, მაგრამ გამარჯვებულები არ არის. აი, მოხდარიყო ისეთი რაღაცა, რომ წამეკითხა. და შენ ეს არ გეცნობინებოდა, ბუნებრივია და დავიწყებდით თამაში. გეგმა ბეკ ქონდა.
გეგმაზე შეიძლება არ ქონდა, მაგრამ მიუხვდებოდი ყოველთვის მიუხვდებოდი რომ წაკეთებდი. და რას იზამბე? რესეთი ძალიან ნაწყენი ვიქნებოდი. და ამ წელს ისე გამოვხატავდი რომ აი თქვენს სამედიშო დაქიდებოდა ხახოს ერთადერთ გადაბრაზე და მას ბერჩიმა რომ მაგრად იცემე და მითხარი რომ მეორე და ასე რაღაცა მეორე აღარ მაგარო. მაშინ ბერჩიმა რომ მაგრად გეცემა. რატო არ გასწრაფია? ხმაც არ აგიწევია თემა. არ მიმაჩნია მე აღოდის თემა აღოდის ყველაზე უკიდურესი ხალხი. ყველაზე ცუდი მეთოდი. მეთოდიც არა, მეთოდი როგორ ქვია. ეს არის ბავშვის ცხოვრებაში უხეში ჩარევა და ბავშვის ფსიქოლოგიის აკითხვა დაწესება. თემა რასაკადია. რა მაინტერესებს ცი? პატარა ლადოს მოუწევდი, რაზე გიქონს რომ აი ნეტა ეს შეცვალოს და რო გაიზრდება ასეთი აღარებას. რა ქცევაზე? აი არ მომწონს ეგეთი. მიხელე? არის ფიქრობ რომ იდეალური არის. შილი აუ რა მძიმე იმასე აყენებ, როგორ შეიძლება? ჯერ ესეთი მე სულ მომხმე, შვილი თითქება ყველაფერი და მერია შვილი. მაგრამ არასოდეს ეგეთი თქვა არ გაუწვა. რატო? არა, მძიმე თითქვა, საერთოდ შვილი თითქება ყველაფერი. მახსოვს გასვაში წინა ფოტოები შენ ვიზიარები ემოციებს. ისი მიხედვით ვიწინებ. ვაი აი თუ დამიჯერებ მე შეიძლება არასოდეს მიხედვი იყო, მაგრამ მე ვიქნებ მილიცია მომაყ. აი მიგდორი იგივე სიამოვნება გეგზნოს შეცდა ამის ალბათ ძირითადად მაგის მიხედვით. ნიკა ასაკერად ფონდო როგორ თამაშობდა ასაკერად ძირითადად მაგის მიხედვით. ალსონი რომ იყოს უზომოდ შენი დამსახურება აუცი და ნენესაც იყოს აუცი ანუ შენ მეთოდებს ვიმეორებ ძალიან რაზე გიფიქრია რომ როგორც მამას ლადერო გახდა მამა აი ეს შეიძლება გადაიღოს და მეტად თვითონაც ასეთი მომენტი ეს ბევრი აი ამარაზე რა გინდა რომ აი როგორც მამა მე გავაკეთო რასაც შენ აკეთებ შვილებთან დამოკიდებულება მე სიყვარული მშობლისა სიყვარული გვარისა გენისა სახლისა და სურათის როგორი მამა ხარ სათნო კეთილი განათლებული დიმიტრი ქელოვანი რო ვიყო ხო გახსოვს აი ეგეთი რას ნანობ როგორც მამა ძმარბარა ყავს საერთოდ მომწონს ბევრი შვილები მომწონს მართლა ბედნიერება და რატო ნანობ რომ მარტო ძმა არ ამყავს და რატო არ ნანობ რომ ორი და არ ამყავს ან ორი და ხო არა ასე და კონკრეტულად იცი რა მახსოვს ერთხელ აი BBC-ს ამბავზე რო იყავ ირლანდიაში არ დარჩი შვილების გამო კარიერულ წინსვლაზე თუ გითხოვს უარე მთელი ჩემი ცხოვრება არის შვილების გამო კარიერაზე წინსვლაზე უარი და მე გამართლებულია ხო აი რა გითხრა გამართლებაზე რა გითხრა თორე 1000-ნაირად შემეძღვნა თქვა თბილისში გამეგზელებინა კარიერა BBC-ს საინტერესო პროექტს თამაშობდა ეს იყო ბელფასტში უნდა გამეკეთებინა უცხოთვალით დანახული ბელფასტი ასეთი პროექტი იყო ვერ დავჭი რატო ჯერო ძალიან მიჭირს ჩემი სამშობლოს გარეთ ცხოვრება მიჭირს კი არა გაუსაძლესია ჩემი მიუხედავად იმისა რომ მოგზაურობა ძალიან მიყვარს მაგრამ ერთი კვირა არის კომფორტი და აი ერთი კვირის მერე მეწყება საშინელი დისკომფორტი უთქვენოთ ოჯახის გარეშე სურამის გარეშე აი იგივე რო გავაკეთო მე აი დაგირეკე რომ მამა რაღაცა თავაზობენ მაგრამ შეიძლება ნენესთან ისევ რაღაცა პერიოდით მოვაკლდე რას მირჩევ მე ალბათ ჩემი გამომდინარე იგივეს გირჩევ თუმცა შენი გადასაწყვეტია და აბსოლუტურად ინდივიდუალურია შენი გადასაწყვეტია მე ჩემი რჩევა ხო სხვათა შორის აი მთელი ცხოვრება როცა კი რამე მიკითხავს ყოველთვის მირჩევდი მაგრამ გადაწყვეტილების უფლებას მაძლევდი მე მას გეგრიც უნდა იყოს ხო მაგრამ ბევრი მშობელი პირიქით აკეთებს რაც არ მემაჩნიეს აი გადამწყვეტი სიტყვა ინდივიდს უნდა კონდეს და არა ვინმე სხვა პერსონაჟს აი არასოდეს ბავშვობაში არ მქონია იმის განცდა აი ჩემ მეგობრებს ბევრს ქონია რომ აი ჩემ მშობელს ვერ ვეტყვი
ყოველთვის ვიცოდი რომ უნდა მეთქვა შენთვის. აი ეს როგორ მივაღწიო? რომ ჩემ შვილებსაც იგივე განცდა გქონდეთ. ასეთი მზა რეცეპტი არ მაქვს ახლა. მზა რეცეპტი ნამდვილად არ მაქვს. დაახლოებითი რეცეპტი? კარგი მამა უნდა იყო. და რას მოიცავს კარგი მამობა? სიყვარული პირველ რიგში. შვილმა უნდა იგრძნოს, რომ გრძნობდეს, მუდამ გრძნობდეს, რომ შენ იმისთვის ხარ ყველაფერი. და ის სიყვარული, რომელიცაც გადმოსცემს მამა, ყოველთვის ავიბურდე. აი ჩემთვის მაგალითად ყოველთვის იყავი ადამიანი, რომელიც ყველაფერს შეძლებს. საერთოდ მამები ეგრე არიან. მამები შვილს ყოველთვის უნდა ჯეროდეს მამისა. გახსოვს ჩვენ დროს იყო ხოლმე ასეთი ისა რომ მამაჩემი თუ რომ დაგარცხავს გადაგაგდებს ამერიკაში. ჯეროდათ მაშინ ბავშვებს რომ ამერიკაში მამა შეეძლო, ამერიკაში ერთმანეთს გადაეგდო. საერთოდ შვილებისთვის მამა ხო ყველაზე ძლიერია, ყველაზე მაგარია სოფლიოში. ხო. ხო და როდესაც შვილს ასე ჯერა ის მართლა კარგი მამა. იცი როდის გნახილ პირველად უსუსური? აბა თუ მიხვდები. აი ბევრი რაღაც წარმოდგენა შეიცვალე ჩემთვის, იმიტომ რომ რაღაცა ვერ შეძველი. მამაჩემი რო გამოიცა. ხო, მაშინაც, მაგრამ მანამდე. პატარა ვიყავი 7 წლის. ტელევიზორში თქვენ სოხუმი დაეცა. და შენი სახე მახსოვს? აი, სხვა არაფერი მახსოვს, სოხუმის დაცემა არ მახსოვს. ძალიან განვიცადე მაშინ. მე განვიცადე მას ყველაფერს, განვიცადე, იმიტომ რომ სოხუმი ჩემ ბავშვობასთან არის დაკავშირებული, გახსოვს შენ ალბათ. არა, შენ არ იცნობდი გივიბიძიას, მაგრამ გივიბიძიას არა, შვილებს კი. ნუ ბავშვობა გავატარე სოხუმში. ძალიან ტკივნეული იყო, საშინელ ტკივნეული, ნუღა გამახსენებ იმ მომენტს მაინც საშინელება იყო. რატო არ წახვედი ომში? არა, მე უკვე ჯერ ესეთი ასაკი რატო არ წავედი? რა ვიცი, რატო არ წავედი? შვილები იყო შემაპყრობლებელი ფაქტორი. აუცილებლად, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ალბათ ეგ იყო, მაგრამ მე იმისაც მეშინოდა იქ რომ უძლური ვიქნებოდი და შეიძლება საშინელებაა კაცის მოკლა. მithumetes შენი თანამოძმეების წინააღმდეგ როცა გიწევს ბრძოლა, შემთხვევით შეუძლებელი და წამოუდგენელია. იცი რა მაინტერესებს, არასოდეს ჩემთან არ გილაპარაკია, აი დაგიჯენი ვარ და არ გილაპარაკია, რომ ის არის მტერი, ის არის მოყვარე, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი ვინ იყო მტერი და ვინ იყო მოყვარე. როგორ აკეთებდი ამას? საერთოდ თუ ქრისტიანი ხარ, გახსოვს გიყვარდეს მტერი შენი. ყველა უნდა გიყვარდეს ყველა და სიყვარული მარტო უფალია პირველ რიგში უფალია და სიყვარულის გარეშე რა ცხოველური ინსტინქტების ამარა დავრჩებით მარტო სიყვარულის გარეშე. ყველა უნდა გიყვარდეს. ის მტერი რაღაცის გამო არის ასეთი აი მტერსაც ალბათ სიყვარული არ აქვს, თორე სიყვარული რო კონდეს, რატო იქნება მტერი? ადრე რაღაცაზე საუბრობდით, მე როსტი ქაროსანი ვიყავი და შენ შეიძლება მღვდელი გახდება, მაგაზე ვისაუბრე და მაშინ გითხარი რომ შენ რომ მღვდელი გახდე, მეთქი იქნებოდი ძალიან კარგი მოძღვარი. იმიტომ რომ ხალხი პატივს გცემს და კეთილი ხარ. გიფიქრია მღვდლობაზე? მიფიქრია სხვათა შორის. და რა იყო შემაბრკოლებელი, რის გამოც არ გადაგიწყვეტავს? არა, ისეც არ მიფიქრია რომ აუცილებლად მღვდელი უნდა გავხდარიყო, მოძღვარი უნდა გავხდარიყო, მაგრამ მოძღვარი სხვათა შორის ყველა ადამიანში დევს რაღაც გარკვეული წილად მოძღვარი ალბათ ყველა ადამიანში დევს. შვილებისთვის მამა ყოველთვის მოძღვარი უნდა იყოს. ახლობლისთვის ყოველთვის მოძღვარი უნდა იყოს. მოყვასისთვის მოძღვარი უნდა იყოს. თუ ეს შეუძლია. არა და ღმერთმა ყველაში ჩადო რაღაცა მოძღვრის პატარა წილი ალბათ ყველაში ჩადო. რომ შენს მომავალ თაობას მისცე ის რაც შენ გამოიარე, შენ განიცადე და შენი გამოცდილება გადასცე იმ პატარა თაობას. ანუ მოძღვარი ნამდვილად დევს ყველა სწორ გზაზე დაგიყენები ადამიანი? ბევრი. რა განცდა? საოცრად კარგი. საოცრად უკეთილშობილესი განცდა. შვილები თუ ყავს სწორ გზაზე დაყენებული?
და შენი როლი რამდენია? აი თქვა თუ თვლი რომ მე და სოფო სწორ გზაზე ვდგავართ და შენი როლი რამხელა? ჩემი როლიც არის გარკვეულწილად არის დედის როლია, ბაბუას როლია, ბებიას როლია, ოჯახი ძალიან ბევრი რამეა ოჯახზე დამოკიდებული. ოჯახით იწყება ყველაფერი. გახსოვს ეგზიუმპერი ბავშვობიდან ვიწყებთ ჩვენ ბავშვობიდან ვიწყებით, მაგრამ საქართველოში ისე არ არის. ჩვენ ყველა მოვდივართ ოჯახებიდან. ოჯახში იწყება აღზრდაც, ოჯახში იწყება განათლებაც და ოჯახში იწყება ყველაფერი ოჯახიდან იწყება. ოჯახი თუ მისცემს სწორ გზას ბავშვს, ბავშვის მთელი ცხოვრება სწორი გზაა და მთელი ცხოვრება სწორად ცხოვრება. ეხლა რო იყოს 86 წელი. დავიბადე. ნუ ეხლა გზამთარია, მაგრამ ზაფხული რო იყოს. რა შეცვლიდი როგორც мама? ხო, ახლა ადამიანი რაც ასაკი გემატება, უფრო გრძენდები, ალბათ რაღაცებს შევცვლიდი, მაგრამ ძირითადი მიმართულება მაინც იგივე იქნებოდა. იცი რა მახსოვს? ივერიის თამაშებზე რო დავდიოდით ხოლმე. მე მგონი ჩემზე პატარა იქ არავინ არ იყო და უამრავ თამაშზე მიყავდი. რატომ მიყავდი? გინდოდა ფეხბურთი შეგეყვარებინა? ერთ-ერთი ეგეც მინდოდა აუცილებლად. მე ძალიან მიყვეს იმ ადამიანებისა სპორტი, კავშირში რომ არ არიან სპორტთან. ანუ ადამიანი თუ ხარ, ემოციაც უნდა გქონდეს, ეს ადრენალინიც უნდა გქონდეს, ადამიანი თუ ხარ. და თუ არა და იქ რაღაც რობოტო ტიპიად იქცევი და სპორტი უნდა გიყვარდეს და მეორეც მინდოდა რომ ადამიანებთან ურთიერთობა გქონდეს. სპორტსმენები ძალიან საინტერესო ხალხი არიან. რაღაცნაირი სხვანაირი მიმართულების, მაგრამ ძალიან საინტერესო ხალხია და მე მგონი შენ თვითონაც მოგწონდა ეს სიტუაცია და მე თვითონაც მომწონდა რომ ურთიერთობა გქონდა სპორტსმენებთან. შენ და ზოგჯერ მიგატოვებდი ბჭყალებში და იმათთან ერთად იყავი საათი, 2 საათი იმათთან ერთად იყავი. მახსოვს. ხო, ეს პატარა ბავშვი. და სხვადასხვა ბევრი რამე მოგცა ამან. იცი რა მაინტერესებს? შვიდეული, წერან უკვე ვახსენე. 2008 წელს გადაწყვიტე რომ შვიდეულის სამყარო უნდა გამხდარიყავი მე. როგორ მინდა? ესეც ძალიან ბევრი ფიქრის მე გავაკეთე, მაგრამ აი ახლა დღესაც დარწმუნებული რომ იმდენი რამე მოგცა შენ იმ ეს წლიანი 2 წელი მიყავდა. 2 წელი. 2000-მდე. 2 წელი იმდენი რამე. ჯერ ეს ერთი როგორ წდება გული არც ერთი კადრი არ აქვს შენახული. სადღაც არსებობს მე ვერ მოვიძიე შენი შვიდეული ვნახე 1-2 და ჩემი ვერა. ჯერ ეს ერთი უკვე დარწმუნებული ვიყარი რომ წმინდა ჰუმანიტარია გავა. მეორე ტელევიზიები მაშინ ახლა ასეთი პოპულარული არ იყო და ამდენი არხიც არ არსებობდა და ვძნობდი რომ ტელევიზიებს ძალიან დიდი მომავალი ჰქონდა და რაღაცნაირად მინდოდა რომ კამერა შეჩეულდა და შეეჭვიეკიდეც და სხვათაშორის აი ახლა შენი ცხოვრების გზაზე არა ბევრი რამე მოგცა და სწორი იყო ჩემი გადაწყვეტა. ინერვი როგორ მახსოვს ერთადერთი ძალიან მინერვიულე ძალიან მინერვიულე და თავიდან შენიშვნის არ მომიცია სხვათა შორის შენიშვნა შეიძლება იცი რა იყო აი ეს თვალნათლი მახსოვს პირველი გადაცემა რო გავიდა მონტაჟი არ გვინახავს პირდაპირ გადაცემას ვუყურებთ მე და შენ და რო დაიწყო დავსხედით და ყოველი კითხვის მე ვერ მეუბნები მაშინ დაპაუზება არის რო დასრულდა ფურცელზე ქონდა ჩამოწერილი და რაღაც შენიშვნები მომეც ხო ნუ ბუნებრივია ახლა შემაქი კიდე სხვათა შორის დებიუტი შენ კი არა დიდი ჟურნალისტები რომ არიან ასე იმათვისაც მძიმე იყო და მით უმეტეს ახლა შენი პირველი ცნობა იყო მაგრამ მაინც არ მათი თვლი რომ სწორად გააკეთე ძალიან სწორად ხო მე მაგრამ მეხმარებოდი იმიტომ რომ ყოველთვის იქ იყავი და თითქოს ავტორიტეტს მძენდი შენი იყო ხო ეს თავისთავად და შენს ბრძნობდი იმას რომ გვერდით მე ყავდი და ეს არიბნები არ ვიმეორდი, თუმცა რამდენიმე დაბნება მაინც იყო და ნერვიულობაც იყო. არა, ხო, თავისთავად. მე დამიჭირდება, აი, რაღაცა რომ გამიკეთებია და ნენეზე უფრო ნერვიულობ, ვიდრე მე რო ვაკეთებ. ეგ ყოველთვის ესეა. ყოველთვის ესეა. ჩემს გამგიტირია? ბევრჯერ.
აი რავი გაიხსენი აბა ბევრჯერ ჯერ სიხარულით მიტირია ბევრჯერ მე შერვავად გახდებოდია მაშინ იყო ეს ტრაგედია საშინელება ხშირად იყავი და ხანყურები გტყიოდა ხანყელი გტყიოდა ნუ რა ვიცი და ის იცოდი ძალიან კაცო ჩამჯირება იცოდი გულის წასვლამდე და მე დედაშენის კივილი ეს კივილი ხომ გუნავდა საერთოდ და დედაშენი რო აკივდებოდა მე უკვე მტარი ვიყავ ბევრჯერ მიტირია სხვადასხვა მედალიონი რო უყურეთ მულტფილმს ხოლმე ყოველ მულტფილმის ბოლოს პირი და მე ეს ეცინება და მახსენდები შეიძლება რაც ასაკში შევედი ისე მომიშვიდა გული მულტფილმზე კი არა ნების მე ასაკის გარეშე ვწერი ხო ნუ რა ვიცი რა ვიცი იმ წუთში ცრემლები თავისით მოდის მე ამაზე ვბრაზდები რატომ მოდის მაგრამ რო ვბრაზდები უფრო მოდის და რა ვიცი ხო როგორ დამახასიათებ ოღონდ გულწრფედა ნაკლი და პლუსი მითხარი ჩემი იმის არის ხო შენი ნაკლი ის არის და ნაკლი არის არა ნაკლი საერთოდ ნაკლი ყველა ადამიანს აქვს ნაკლი უფალია რა შევცვალო ძალიან მძიმე კითხვებს მისვენ ეგრე არ დამიზო არა რა შეცვალო არასოდეს აი რო გირეკავ ხოლმე რაღაცაზე მე ხშირად გაძლევ შენიშნებს რომ აი ყველაფრის ხვალგადადება გიყვარს აი ხვალ გავაკეთებ და სულ მაგაზე გეჩხუბები თუმცა მეც იგივეს ვაკეთებ ყველაფერზე და შენ არასდროს მაძლევ შენიშვნას თითქოს მიფრთხილდება არ ვიცი რატომ არ შენიშვნას არ მაძლევ და ვიცი რომ ბევრი შესანიშნი მაქვს შესანიშნავიც ბევრი მაქვს მაგრამ შესანიშნიც ბევრი მაქვს და რა გამოვასწორ გარდა იმისა რომ ხშირად ჩამოვიდა ხო ეს პირველ რიგში ხშირად უნდა ჩამოხვიდე პირველ რიგში მე ხარ ძალიან მინდობი ენდობი ყველას ალბათ ცუდიც კი არ არის ეგ მაგრამ არც ფლაც რუსება ამბობენ ხოლმე слишком хорошо тоже хорошо და ძალიან კარგიც არ არის ძალიან კარგი ძალიან მინდობი ხარ ყველაზე და ყველაფერზე ესეც ერთ-ერთი გავითვალისწინე არ ვიცი ნუ მკითხა მოგითხოს ეხლა რუსულად და ჩემი ერთ-ერთი დიდი ნაკლი თუ შეიძლება ითქვას ნაკლად თუ უწოდოთ არის რუსული არ ვიცი და მახსოვს რუსულ სკოლაში მიყვანა საპირები ჩემსაც და არ მიმიყვანე 90-იანების პატრიოტიზმის არა მიყვანას ხო რამანაც ითამაშა დიდი როლი მაგრამ მიყვანას არ ვფიქრობდით რომ ერთი წელი ყოფილიყავი თუ იქ არ დაგტოვებდი არაფრით რუსულ სკოლა არა მეუღებელი იყო ჩემთვის რომ სრულად რუსული სკოლა დაგემთავრებინა მაგრამ მინდოდა რომ ერთი წელი ყოფილიყავი და მე გამომეყვანა და რუსული რატო არ მიმიყვანა აი კონკრეტული მიზეზები აღარ მახსოვს მაგრამ ალბათ ეგეც იყო რა ეროვნული მოძრაობა დაიწყო და მაშინ რუსული მეუღებელი გახდა ალბათ მაგალაც ითამაშა აი კონკრეტული ურაპატრიოტი ყოფილიყარ ძალიან ცუდი კონტექსტში ჩადეს ამ ურაპატრიოტიზმში და მე ურაპატრიოტიზმი გადამეტებულია მაგრამ პატარა ურაპატრიოტი ყველაში უნდა იყოს მე მაინც ვფიქრობ რადიკალობისკენ არ მიდის არა თლად ბოლო გამოვლინებით ურაპატრიოტიზმი რა თქმა უნდა მეუღებელია რა თქმა უნდა მაგრამ გადამეტანო ჭარბი პატრიოტიზმი რა უჭერს არასოდეს მახსოვ ხარ აქციებზე მე აქციებზე ვიყავი ხოლმე შენ არ გახსოვს როდესაც ეროვნული მოძრაობა დაიწყო მაშინ ბევრ აქციაზე გამოვლინე იმდენი მიუღებელი ხალხის გვერდით იწევს დგომა იმდენი მიუღებელი ხალხის რომლისთვისაც გახსოვს კოსტავა ამბობდა რომ ამათ თავისთავად უფრო უყვართ ეროვნულ მოძრაობაში ვიდრე ეროვნული მოძრაობა აი ესეთი ხალხი იდგა ძალიან ბევრი და არ ვთვლიდით ჩემ თავს რომ აი ჩემ თავს არ ვაკადრე რომ იმათ გვერდზე ყოფილიყავ და აუ იცი ბევრი მიუღებელი ხალხი იცი ახლა რა მესიანია ამ ბოლოს ბევრი აქცია იყო სადაც იდეას 100%-ით ვეთანხმებოდი და ზუსტად მაგ მიზეზით არ წავედი და მე სიამოვნა რომ შენც თურმე იქ ბევრი არ მინდა ხოლმე ეს სიტყვა ვიხმარო მაგრამ ბევრი გათახსირებული ხალხი დღეს რომლისთვისაც იდეითაც სარგებლობენ და ცუდი ადამიანებით განა ძალიან ბევრი დასასრულს კი რა სიტყვა ამდენი არ გულაპარაკე მე და შენ ასე გულახდილად არასოდეს მიყვარ ხარ ძალიან და უყვარ ხარ მამიკოს როგორც 2 წლისა 3 წლისა 5 წლისა ასე მიყვარ ხარ ახლას და ასე მიყვარები 100 წლისიც შევთანხმდით შევთანხმდით ჩარ